Am წუთებში მთავარ პროკურატურაში ლევან ლობჟანიძის დაკითხვა მიმდინარეობს. პოლიციელმა ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ის საპატრულო ეკიპაჟი გიორგი ბაშალეიშვილის მეწყვილე იყო, სწორედ ბაშალეიშვილმა დაისროლა იარაღიდან, რომლის შედეგად 9 წლის წინ ბუტა რობაქიძე დაიღუპა. ნოდარ ჩაჩუას ვრთავთ ახლა მთავარი პროკურატურიდან, სადაც პატრულის ყოფილი თანამშრომელი განმარტებას აძლევს იმის თაობაზე, რატომ შეცვალა მან ჩვენება რამდენჯერმე. ნოდარ გისმენთ. Დიახსოფოთი დუბაჩუღურეთის რაიონის პატრული ინსპექტორი საგამოძიებულ უწყებაში დაახლოებით 1 საათის წინ მივიდა, მან კომენტარიც გააკეთა ტელეკომპანიამ მეცხრეებთან და განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ბოლოს 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში მიცემული ჩვენების შეცვლას. თუმცა მისი დაკითხვა გახდა საჭირო მას შემდეგ და პროკურატურამ ჩათვალა აუცილებლობად მისი დაკითხვა მას შემდეგ, რაც მან განცხადება გააკეთა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში და განაცხადა, რომ რომელიც ბოლოს 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოძიებას მიცა, იყო ზეწოლის შედეგად მიცემული და იგი ამ ჩვენებაში აცხადებდა იმას, რომ იარაღები, რომელიც ადგილზე აღმოუჩინეს ახალგაზრდებს, როგორც დაღუპულ, ასევე დაკავებულ ახალგაზრდებს, იქ არ იმყოფებოდა და ეს იარაღები მათი საკუთრება არ იყო. Სიმართლეა ბოლო ჩვენება და ამ სიმართლით მთელი ცხოვრება. რა ჩვენებაა თუ იყო იარაღები ამ. დიახ, არ ვიცი, მე ვარაუდები არა მაქვს, მე მთლიანად ვენდობი გამოძიებას და რაც იქნება საგამოძიებო პროცესი. ეს რატომ მოხდა თქვენთან რამდენჯერმე შეცვლა ჩვენების? ამის პასუხს პროკურატურას გავცემ პირველ რიგში და მე ვისაუბროთ მომდევნო. ლევან ლობჟანიძემ ჩვენება 2004 წლის 14 ნოემბრიდან რამდენჯერმე შეცვალა, მათ შორის პირველ ორ ჩვენებაში საუბრობდა იმაზე, რომ გასროლა თავდაპირველად თავდამსხმელები იყვნენ სწორედ ახალგაზრდები, ხოლო მას არ დაუნახია თუ ვინ გაისროლა. შემდეგ დანარჩენ ორ ჩვენებაში კი უკვე ის საუბრობდა იმაზე, რომ მან დაინახა როგორ ესროლა მისმა მეწყვილემ ბაშალეიშვილმა. სულ ცოტა ხნის წინ დღესვე სპეციალური განცხადება ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ გააკეთა და მოითხოვა სწორედ ამ ადამიანების, როგორც ლევან ლობჟანიძის, ასევე მაიზერ ლიპარტელიანის დაუყოვნებლივ დაკავება. დღესვე ასევე ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძეც საუბრობს ახალ გარემოებებზე და ამბობს იმას, რომ იარაღი, რომელიც ამ ადამიანებს იქ ჰქონდა, მათი საკუთრება არ იყო. მოვითხოვ მაიზერ ლიპარტელიანის და იმ ხალხის დღესვე მაქსიმუმ ხალვე ამ ხალხზე პასუხისგებაში მიცემას და ირაკლი ფირცხალავას რაც მოვა გაყალბებული კაცეტებისმა, ის თავის თავს დააბრალოს მაშინვე. კადრებში ჩანს, რომ პატრული ინსპექტორები მანქანიდან იღებენ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და ერთსალ ბარაბნიან ცეცხლსასროლ იარაღს, მაშინ როცა მე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მაქვს მეორე კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ცალი ერგედეს ტიპის ხელყუმბარა და 330 ცალი ავტომატის ვაზა. ეს ყველაფერი კადრებში არ ჩანს. დაზუსტებული ინფორმაცია, რასთან დაკავშირებით იკითხება ლევან ლობჟანიძე და რა კითხვები აქვს მთავარ გამოძიებას, მასთან ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ, როგორც უკვე გითხარით, მისი დაკითხვა უკავშირდება სწორედ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მის მიერვე განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იყო ყველა მანამდე მიცემული ჩვენებებისაგან, მისცა ზეწოლის შედეგად. დიდი მადლობა, ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.